რესპუბლიკური პარტიის წევრებზე მინდა ორი სიტყვით ვისაუბრო. ესე იგი, ძალიან მიჩვეულები ვართ მათგან რაღაც გამოხტომებს. ესე იგი, რაც ხელისუფლებაში მოვიდა მმართველ გუნდში რესპუბლიკური პარტია და ერთ-ერთ შეგახსენებთ თამარ კორძაია, აქტიურად ესე იგი, კბენს იმ ხელს, რომელიც აჭმევს. იძახის და ლაპარაკობს იმ საკითხებზე, რომ თულმე ერთი ადამიანის პოლიტიკური ნება და ასე შემდეგ. მაგრამ ეთყობა კარგად დავიწყდება, რომ არა ერთი პოლიტიკური გუნდის და ერთი ადამიანის ნება დღეს ის არ იქნებოდა ამ ხელთანამდებობაზე, არ იქნებოდა ამ ხელფასი, რომელსაც იგი სახელმწიფო საქმიანობაში უხდიან ამ თანხას და არა იმისთვის, რომ გამოვიდეს რაღაცა თავისი უაზრო განცხადებებით. ესე იგი, მადლიერების გზნობა რომ ამ თამარ კორძაიას არ გააჩნიეს, ყველამ ძალიან კარგად დაინახა და საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ასეთ ადამიანს მადლიერების გზნობა მოვთხოვოთ, რომელიც თავისი მოღვაწეობის პერიოდიდან ყოველთვის რელიგიაზე, პატრიარქზე გამოდის და მათი საშინელებებს საუბრობს. ეხლა ასევე მინდა, ხო და ქალბატონ თამარს მინდა შევახსენო, რომ არა ბატონი ბიზინა ივანიშვილის ნება დღეს ის იქნებოდა საიეს ერთ-ერთი რიგითი წევრი და იქნებოდა გრანტი ჭამია, ესე იგი არარაობა, რაც შემიძლია ვთქვა. ეხლა მეორე, რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ბატონი დავით ზურაბიშვილი, რომელიც ეთყობა დაავიწყდა იმასაც, როგორც თამარ კორძაიას საიდან მოვიდნენ, როგორ არის საკრებულოს წევრი, ძალიან კარგად იცის რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი საზოგადოებაში. ალბათ ბატონი დავითი დაბოღმილია იმაზე, რომ განათლების მინისტრის მოადგილეობიდან, ასე ვთქვათ, გაუშვეს და გაისტუმრეს და ძალიან ხშირად ძალიან კრიტიკული და არასწორ პოზიციებს აფიქსირებს ხელისუფლების და მართველი გუნდის მიმართ. ეხლა მე მინდა რომ შეგახსენოთ მისი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, ამან არის წავიკითხავ. ესე იგი, ეს ანტიენჯეუშნიკური კამპანია 2030 დიადი ექსპერტების მონაწილეობით არის. უაღრესად არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ანტიდასალური განწყობილებების გამღვევებელი და პრორუსული ფაშისტური ჯგუფების ინტერესების შესაბამისი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი. მოკლედ, თუ ხელისუფლება აი ამ ორ ადამიანს და თვითონ რესპუბლიკური პარტიის უმსგავსო წევრებს კიდევ გუნდის წევრებად აღიქვავენ, ძალიან საწყენი იქნება და ვფიქრობთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინიშნოს რიგარეში არჩევნები და ესეთი ადამიანები, რომლებიც აქტიურად ცდილობენ შელახონ ხელისუფლების რეპუტაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოიშოროთ ხელისუფლებით.